საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი თემაა ესპანეთსა და ინგლისის დაპირისპირება მე-16-მე-17 საუკუნეებში. ვინც ბატონობს ზღვაზე, ის ბატონობს ვაჭრობაში. ვინც ბატონობს სოფლიო ვაჭრობაში, ის ფლობს სოფლიო ქონებას და აქედან გამომდინარე ის ფლობს მთელ სოფლიოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ პოლიტიკოს და მწერალს უოლტერ რელის, რომელიც გახდათ ელისაბედ პირველის ფავორიტი და უდიდესი როლი ითამაშა 1588 წელს უძლეველი არმადის განადგურების საქმეში. ანუ ამ ფრაზაში ძალიან კარგად არის ასახული ის ბრძოლა, რომელიც დაიწყო მე-16 საუკუნეში. ყველაფერი კი გარიჟრაზე დაიწყო. 1517 წელს ვიტენბერგში, ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე 95 თეზა მიაჭედა ვიტენბერგის თეოლოგიის პროფესორმა, ბოდისვიხთი, თეოლოგიის პროფესორმა მარტინ ლუთერმა და ამით გზა გაუხსნა რეფორმაციას კათოლიკურ ეკლესიაში და პროტესტანტობას ევროპაში. სულ მალე რელიგიური დაპირისპირება გადაიზარდა პოლიტიკურში და ეს კონფლიქტისთვის ძალიან ხშირად და დამახასიათებელია. ჩვენ ამაზე შემდეგ გაკვეთილში გვექნება საუბარი 30 წლიან ომში და 1521 წელს იქნება შმალკალდენის კავშირი, გერმანელი თავადების გაერთიანება, რომლებიც დაუპირისპირდებიან რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ კარლ მეხუთეს და დაუკავშირდებიან რა ფრანსუა პირველს იწყება შიდა გერმანული ომი და დაპირისპირება. მე მინდა გითხრათ, რომ კარლ მეხუთე, გარდა იმისა, რომ ის არის რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი, არის ამავდროულად ესპანეთის მეფეც, სწორედ მის დროს ხდება ესპანეთის მიერ ამერიკული კოლონიების დაარსება. ამერიკიდან ტონობით შემოდიოდა ოქრო და ვერცხლი ნაძარცვი კონკისტადორების მიერ და ამაზეც ჩვენ შემდეგ გაკვეთილებში გვექნება საუბარი. კორტესსა და პისაროს ლაშქრობებზე მაქვს მე საუბარი. რაც შეეხება ამ პერიოდის კიდევ ერთ ძლიერ მძლავრ სახელმწიფოს ინგლისი, რაც არ არის მშვიდობა და თანხმობა, ასე ვთქვათ, ინგლისის მეფე ჰენრი მერვე ამ პერიოდში უპირისპირდება რომის პაპს. ძალიან ბანალური ასე დაპირისპირება ბანალურად დაიწყო. არ მისცა უბრალოდ პაპმა 25 წელს განქორწინების უფლება ჰენრი მერვეს და ჰენრი მერვემ გამოაცხადა, მე თვითონ ვიქნები ჩემი ეკლესიის მეთაურიო და საფუძველი ჩაუყარა ანგლიკანურ ეკლესიას. მინდა გითხრათ, რომ მისმა უფროსმა ქალიშვილმა კათოლიკე მერიდ წოდებულმა დედოფალმა 53-58 წლებში ამ საუკუნის მოახერხა ისევ კათოლიციზმში დაებრუნებინა ინგლისი, თუმცა მისმა ნახევარ-დამ ელისაბედ პირველმა საბოლოოდ შეიყვანა 59-1603 წლებში საბოლოოდ შეიყვანა ინგლისი ანგლიკანიზმში და ინგლისი კიდევ ერთი დაპირისპირების საბაბი ხდება კათოლიკური ევროპისათვის. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ კათოლიკურ საფრანგეთს და ესპანეთს. რაც შეეხება კარლ მეხუთის ბრძოლას, რომელზეც ჩვენ გვქონდა უკვე ზევით საუბარი თავადებთან, გერმანელ მთავრებთან, 1555 წელს ეს ომი მთავრდება აუგსბურგის საღვთო ზავით. ძალიან საინტერესო ფორმულირება მოიძებნა ამ ზავის შემდგომ. მიწა ვისიცა, რჯულიც მისია. ანუ ეს ნიშნავდა, რომ კარლ მეხუთემ აღიარა ლუთერანობა და გერმანელ თავადებს მიეცათ არჩევანის უფლება, თვითონ აერჩიათ თუ რა რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ეს ფაქტობრივად გერმანიის დაქუცმაცებას ნიშნავდა. აი ამ ომებით კარლ მეხუთე დაიღალა უბრალოდ და ის გადადგა და მან თავის ძმას ფერდინანდს გადასცა იმპერატორის ტიტული და გერმანული მიწები და ავსტრია, ხოლო თავის ვაჟს, ასე ვთქვათ, ფილიპე მეორეს უბოძა ესპანეთის მეფობა, აქედან გამომდინარე ესპანეთი პლუს ნიდერლანდები პლუს იტალია და ზღვის იქითა ქვეყნებიც. ამრიგად აუგსბურგის ზავის შემდეგ ევროპაში სამი მძლავრი მონარქია, ერთმანეთის დაპირისპირებული სამი მძლავრი მონარქია ჩამოყალიბდა.
ეს იყო ძალიან დიდი პოტენციალის მქონე საზღვაო და ეკონომიურად სწრაფად მზარდი ანგლიკანური პროტესტანტული ინგლისი. ეს იყო კათოლიკე კონტინენტური ტრადიციების მიმდევარი და შემნარჩუნებელი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ საფრანგეთი და ესპანური დაპყრობების და კოლონიებით, ანუ ამერიკული კოლონიებით გამდიდრებული და ზღვაზე პირველობისათვის გამზადებული ესპანეთის სამეფო. ნუ აქ მე შეგნებულად გვერდს ვუვლი ავსტრიასა და იმპერიას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის აქ უსმაცებულია და ამ საუკუნეში ის ამ სამი მონარქიის კონკურენტი არ არის და ვერ არის. დავიწყოთ საფრანგეთით განხილვა. 1572 წლის 24 აგვისტო გახდა რელიგიური ომების აპოგეა. კათოლიკეების ლიდერებმა, გიზებმა, რომლებსაც ეშინოდათ ჰუგენოტების, ასე ვთქვათ, მძლავრი პოპულარობის და ამავდროულად ძალიან ეშინოდათ იმისა, რომ მათი ლიდერი, ჰუგენოტების ლიდერი გასპარ დე კოლინი ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა მეფეს შარლ მეცხრეს გადაწყვიტეს ერთი დარტყმით მოეშორებინათ ჰუგენოტები და სხვათა შორის ეს ყველაფერი მოხდა შარლ მეცხვრის და მისი ამბიციური დედის ეკატერინე მედიჩის ხელდებით. შემდეგნაირად იყო ყველაფერი. შარლ მეცხვრის და მარგარიტა ვალუა ცოლად მოიყვანა ანრი ბურბონმა, ნავარელმა და მათი ქორწილის დღეს პარიზში ჩამოვიდნენ ყველა კუთხიდან, საფრანგეთის ყველა კუთხიდან ჰუგენოტები და გადაწყდა, რომ ერთი დარტყმით, აი ამ ჰუგენოტებისათვის, მათ შორის გასპარ დე კოლინიც იყო, მოეღოთ ბოლო. შერჩეული იქნა წმინდა ბართოლომეს ღამე. წინ ჯალათებმა მოინიშნეს ის ჭიშკრები, სადაც გაჩერებულები იყვნენ, რომელ სახლებშიც გაჩერებულები იყვნენ ჰუგენოტები და ღამის 2 საათზე ერთდროულად დაიწყო მათი ხოცვა-ჟლეტვა. 3000 ჰუგენოტი იქნა გაჟლეტილი ამ ღამეს, მათ შორის მოკლული იქნა გასპარ დე კოლინიც. ამ ღამეს, ანუ ბართოლომეს ღამეს, ამის შემდეგ ხოცვა-ჟლეტვის სიმბოლოდ და აღნიშნულ სიტყვად გამოიყენებენ ხოლმე. თუ გადარჩა ნავარელი, ანრი ნავარელი, ეს იმის ბრალია, რომ მან სწრაფად მიიღო რჩევა და მიიღო ეს რჩევა, ასე ვთქვათ, და გადავიდა კათოლიკობაზე. ოქტომბრამდე გაგრძელდა ჰუგენოტების ხოცვა-ჟლეტვა, უამრავი ჰუგენოტის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ პირიქით მოხდა და უფრო პოპულარული გახდა პროტესტანტული მოძრაობა. საფრანგეთში ამას ზედ დაერთო ისიც, რომ შარლ მეცხრე და მისი მომდევნო ორი ძმაც ერთი მეორის მიყოლებით, ესენი უკანასკნელი ვალუები არიან, უშვილძიროდ გადაეგნენ ეკატერინე მედიჩის სამივე ვაჟი იღუპება და აღარ რჩება ვალუა დინასტიის გამგრძელებელი, ამიტომ მათი უახლოესი ნათესავი ანრი ბურბონი ნავარელი, რომელიც ამავდროულად მარგარიტა ვალუას ქმარიც არის ყველაზე რეალური კანდიდატი მეფობის. 1789 წელს ანრი კალვინისტმა ფრანგებმა აირჩიეს მეფედ, მაგრამ კათოლიკებმა მანამდე არ ესე იგი აღიარეს ის მეფედ, სანამ მან არ მიიღო კათოლიკობა და მას შემდეგ, რაც კათოლიკე გახდა, საფრანგეთის მეორე ნაწილმაც მიიღო მისი მეფობა და ის გახდა ანრი მეოთხე ბურბონი. ის არის პირველი ბურბონი ბურბონთა დინასტიიდან. აქვე ბარემ ვიტყვი 1598 წელს ანრი მეოთხე მიიღო ნანტის ედიქტი, ნანტის ედიქტით ჰუგენოტობა დაშვებულ რელიგიად იქნა გამოცხადებული საფრანგეთში. ეხლა რაც შეეხება ესპანეთს და მის დაპირისპირებას ინგლისთან, როგორც თქვით ჩვენ, როდესაც კარლ მეხუთე გადადგა და ესპანეთის მეფე გახდა ფილიპე მეორე, მას ერგო ნიდერლანდები. ნიდერლანდების 17 პროვინციიდან ჩრდილოეთის პროვინციებმა აღიარა პროტესტანტობა. ფილიპე მეორემ გადაწყვიტა ნიდერლანდების მორჩილებაში მოყვანა და იქ გააგზავნა მართლად ჰერცოგი, თავისი ერთგული ჰერცოგი ალბა, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭა. ჰერცოგმა ალბამ კარგად გამოიყენა ეს უფლებები, დაერია ნიდერლანდელებს და უამრავი ხოცვა-ჟლეტვის დროს მან ძალიან პოპულარული ლიდერები ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისას ასევე დახოცა, აი ამან კი ნიდერლანდებში აჯანყება გამოიწვია. ამ აჯანყების მოთავე გახდა ვილჰელმ ორანელი. საინტერესო რა არის იცით, 1559 წელს ვილჰელმ ორანელი
პირველი შტატჰალტერად, ანუ ნიდერლანდების მმართველად სწორედ ფილიპე მეორემ დანიშნა, მაგრამ ის მერე პროტესტანტი გახდა და მას ერეტიკოსობაში დასდეს ბრალი და ის საბოლოოდ განუდგა ესპანეთს და აი ეხლა უკვე მოგვევლინა აჯანყებულთა ლიდერად. 1591 წელს 7-მა ნიდერლანდების პროვინციამ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული გაერთიანებული პროვინციები, რომელსაც უტრეხტის უნია ეწოდა და უტრეხტის უნიამ ბრძოლა გამოუცხადა ესპანეთს. ესპანელებს მათთვის არც არის ერთადერთი ესპანელებმა რაც მოახერხეს ის იყო რომ მოაკვლევინეს ბალთაზარ ჟერარს, კათოლიკე ფანატიკოს მოაკვლევინეს ვილჰელმ პირველი, მაგრამ გასაგებია რომ ეს ნიდერლანდების ბრძოლას უკვე ვეღარ შეაჩერებდა, მით უმეტეს ნიდერლანდებს ძალიან დიდ დახმარებას უწევდა ინგლისი და სწორედ აი ამის გამო ეს გახდა საბაბი ინგლისთან დაპირისპირებისა. ფილიპე მეორემ გასაბ ბრძანება 1585 წელს დაეწყოთ უზარმაზარი ფლოტის, ეგრეთ წოდებული უძლეველი არმადის მშენებლობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესამარებინა ინგლისის გაერთიანებული სამეფო და ამითი მერე ბოლო მოეღო იმისთვის იმ დახმარების, რომელიც ჰოლანდიას ჰქონდა და თვითონაც გაბატონებული იყო ზღვაზე. ანუ ჩვენ რითიც დავიწყეთ თავიდან, მთავარი მიზეზი ის იყო ზღვაზე ბატონობა, მაგრამ ამას კიდევ ერთვოდა ინგლისის ანგლიკანიზმი, ამას ერთვოდა ის რომ ინგლისი ეხმარება ჰოლანდიას, ანუ საკმარისზე მეტი საბაბი ჰქონდა ფილიპე მეორეს, რომ ინგლისის წინააღმდეგ გაელაშქრა. და აი 1585 წელს აბსოლუტურად ყველა პორტში დაიწყო გემების მშენებლობა. მოწვეული იქნენ სპეციალისტები ყველა კუთხიდან, ყველა ქვეყანაში იჭრებოდა ხეტყი, გაიხსნა სალაროები და რომის პაპმა დალოცა ეს წამოწყება სხვათა შორის და ინგლისი პანიკაში ჩავარდა, ინგლისი ქაოსში ჩავარდა. ორ წელიწადში უნდა დამთავრებულიყო უძლეველი არმადის მშენებლობა, ანუ 87 წლისთვის ინგლისი ასე ვთქვათ ცაიტნოტში აღმოჩნდა. ელისაბედ პირველმა განგაში შემოკრა, შეკრიბა აბსოლუტურად ყველა გენერლები, კაპიტნები, მეკობრეები, მევაჭრეები, ვისაც ოდნავ მაინც შეხების წერტილი ჰქონია ესპანელებთან, ოდნავი ბრძოლის მაინც. მათ შორის სხვათა შორის იყო ძალიან ცნობილი მეკობრე ფრენსის დრეიკი და ჩვენ ამას ვნახავთ, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა აი ამ ომის პერიოდში. მან შეადგენინა ყველა მარშრუტი, რომლითაც შეიძლებოდა არმადა შემოსულიყო ინგლისში და ამავდროულად თავისი უერთგულესი ადამიანი ბიძაშვილი ჰოვარდი დანიშნა ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ფლოტის მართველად. სულ 80 გემი შეკრიბეს, მეტი ვერ შეკრიბეს ინგლისელებმა და ისიც არ დაგვაუწყდეს რომ 45 იყო მხოლოდ საბრძოლო გემი, დანარჩენები სავაჭრო გემები იყო. ამის პარალელურად კი 130 გემი გაამზადეს სამალქნიანი გალიონები, ეს ყველაზე სწრაფმოვალი და მძლავრი გემები იყო იმ დროისათვის, რომელიც უამრავ ადამიანს იტევდა, რამდენიმე ასეულ ადამიანს იტევდა და 30,000-მდე კაცი შეიძლებოდა დატეულიყო აი ამ და ასეც იქნება ამ გემებზე და უკვე 87 წლისთვის უნდა მზად ყოფილიყვნენ ისინი გასასვლელად და აი აქ ფრენსის დრეიკმა 1 წელი გადაუდო ფილიპე მეორეს, იმან აბსოლუტურად აი ამ სიტყვას ვიხმარ თავხედურად მოახდინა კადისზე, სადაც იყო უძლეველი არმადა მობილიზებული, კადისზე თავდასხმა, პორტ კადისზე თავდასხმა და გასასვლელი ჩაუკეტა უძლეველ არმადას და 1 წლით გადაიდო არმადის გამოსვლა ღია ზღვაში, ცოფებს ყრიდა ფილიპე მეორე, მაგრამ მას ეხლა არ ეცალა ასე ვთქვათ ფრენსის დრეიკისათვის და აი 88 წლის ივლისში ყველაფერი უკვე მზად არის და ივლისის ბოლოს ორი პორტიდან, ლაკორნადან და ლისაბონიდან, პორტუგალიის ქალაქ ლისაბონიდან დაიძრნენ ორ კოლონად უძლეველი არმადა და რომის პაპმა დალოცა აი ამ გემების სვლა, ასე ვთქვათ და აი ამ მარშრუტით მიდიოდნენ პირდაპირ ინგლისის მთავარი ყურისაკენ, სადაც უკვე გამზადებული ელოდებოდნენ ინგლისელთა ხომალდები. აი აქ ერთი რამ უნდა თქვა, ბუნებამ უშველა
ინგლისს ამოვარდა პირქარი, ასე ვთქვათ, და ესპანელების გემებს უკან აბრუნებდა, არაძლევდა პორტში შესვლის საშუალებას და ეს ყველაფერი დაიწყო, პირველი შეტევა დაიწყო 7 აგვისტოს, ნალისებურად მოეწყნენ ასე ესპანელები და აი როდესაც დაიძრნენ მერე უკვე ეს პირქარი, რომელსაც ღვთის ქარი უწოდეს მერე ინგლისელებმა შტორმად გადაიქცა და რიფებს ახეთქებდა ამ გემებს და არანაირად არ მოხერხდა წყობის დაცვა. ამასობაში ჰოვარდმა და ფრენსის დრეიკმა ფრთებიდან, ფლანგებიდან დაარტყეს ესპანელებს. მინდა გითხრათ, ეს სწრაფმავალი და პატარა ხომალდები ინგლისელებისა ძალიან სწრაფად მიაყენებდნენ დარტყმას და უკანვე მიდიოდნენ, მაგრამ იმდენად ძლავრი იყო არმადას გემები, რომ ესენი ვერაფერს აკლებდნენ ამას და აი აქ ფრენსის დრეიკმა გამოიყენა თავისი, ასე ვთქვათ, საიდუმლო იარაღი, რასაც ქვია ცეცხლოვანი გემები. არსი ამ ცეცხლოვანი გემების რაში იყო? გემზე რჩებოდა ერთი კაცი, ეს გემი მთლიანად გაყოფილი იყო დენთით და ასაფეთქებელი მასალით და როდესაც განსაკუთრებით ღამე იყო ეს კარგი, როდესაც მიუახლოვდებოდნენ ამას და უკვე შეჯახების მომენტი იყო, მაშინ წაუკიდებდა ეს ერთი ადამიანი ამ ცეცხლს და თვითონ წყალში ხტებოდა, ეს აალებული დაეჯახებოდა ესპანელთა ხომალდს, რადგანაც ისინი მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან, ერთის მაგივრად რამდენიმე ხომალდი იძირებოდა ესპანელთან ზარალდებოდა, ხოლო ინგლისელებს მხოლოდ ერთი ხომალდი ააკლდებოდათ და აი ამ ტაქტიკით 7 დღე გაგრძელდა ეს ბრძოლა და საშინელ დღეში ჩავარდნენ ესპანელები, ისინი დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ, უკან გაბრუნებული იყვნენ, მინდა გითხრათ, 130 გემიდან და 30,000 ჯარისკაციდან მხოლოდ 47 დაბრუნდა ესპანეთში და 20,000 ადამიანი დაკარგეს. მაშინ როცა ინგლისელთა დანაკარგები შეადგენდა სულ რაღაც რამდენიმე ათეულ გემს და სულ 100 კაცს, მეტი არ დაუკარგავს. აი ეს იყო კატასტროფა. ესპანეთს ამის შემდეგ აღარც სახსრები, აღარც ძალა აღარ შესწევდა იმისა, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა. 98 წელს ფილიპე მეორეც გარდაიცვალა და 1604 წელს დაუზავდა ინგლისს, ესპანეთმა აღიარა თავისი მარცხი და დაუთმო ზღვაზე ბატონობა. ინგლისს მე მინდა აქვე ვთქვა, რომ 1598 წელს ისარგებლეს ჰოლანდიელებმა და ჩამოაყალიბეს უკვე გენერალური შტატები და ჰოლანდიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1609 წელს ესპანეთი იძულებულია დაუზავდეს ჰოლანდიასაც, შეხედეთ უკვე როგორი დასუსტებულია ის და საბოლოოდ ეს 1648 წელს უკვე მიუნსტერის ზავით მთავრდება, სადაც ესპანეთი ოფიციალურად აღიარებს უკვე ჰოლანდიის თავისუფლებას, მაგრამ მიუნსტერის ზავი ეს ვესტფალიის ზავის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამის შემდეგ 30 წლიან ომზე გვექნება შემდეგ გაკვეთილებში საუბარი, ამიტომ იქ გავაგრძელოთ ამაზე შემდგომ საუბარი. დღეს კი დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.